მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ძალიან რთული სიტუაციაა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით და მე ვფიქრობ, რაც უფრო მალე ყველა გააცნობიერებს ამ ვითარების სიმძიმეს, მით უფრო მალე დასრულდება ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების გადაწყვეტილებები, ეს რაღაცა ისტერიული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის ჩახშობას, ეს ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს განსხვავებული ადამიანების აზრის ჩახშობას მარტო არა, აი ამ ადამიანების ციხეში გამოკეტვას, რა თქმა უნდა, ეს მოწმობს იმას, რომ მათთვის ძალიან დიდი დისკომფორტია ის, რაც ხდება ქვეყანაში, მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა ის, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, რეგიონებში, ბათუმში განსაკუთრებით და ასე შემდეგ, და ეს მათ ძალიან ააწუხებთ. ადამიანის უფლებების მხრივ ის, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს არის, არ ვიცი, გაუგონარი უკუსვა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ ბოლო 2-3 წელი აქტიურად დაიწყო უკან გადადგმული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ უკვე ბოლო თვეების განმავლობაში, არ ვიცი, ყველანაირი წითელი ხაზი არის გადალახული. ძალიან საინტერესოა, რომ მათსავე გაუმჯობესებულ კანონმდებლობას, აი მათივე გადაწყვეტილებით პარალელი რომ გავალოთ ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, იყო 90 დღე და მათ შეცვალეს, შეამცირეს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და თქვეს, რომ ეს იყო არაპროპორციული ადმინისტრაციული დარღვევისთვის და განმარტებითი ბარათი, რომელიც ამავე ხელისუფლების დაწერილია, ამავე ბარათში წერია, რომ ეს პრაქტიკა ამდენი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა არ არის საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პრაქტიკა. მათივე დაწერილია, ეს ჩვენი დაწერილი ხო არ არის? და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს მათივე შეცვლილი პრაქტიკა ისევ უნდა გაზარდონ და ანუ უბრუნდებიან რაღაც იმ მახინჯ პრაქტიკას, რომელიც ამ მიმართულებით იყო. ამიტომ არ ვიცი, იმდენად აგონიაში არიან, ისიც ავიწყდებათ, მე მგონი თვითონ რა გააკეთეს ამ კუთხით და რაღაცნაირად არ ვიცი, ვუბრუნდებით ძალიან ცუდ ნიშნულებს. ეს ერთი საკითხი. მეორე, არ ვიცი, საერთოდ ზოგადად ეს ხელისუფლება, არ ვიცი, ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას აღსრულების პროცესშიც მათ შორის. როგორ წარმოუდგენია ამ ხელისუფლებას დროებითი მოთავსების იზოლატორებში ამ ხალხის გამოკეტვა, რომელიც არ არის მზად იმისთვის, რომ ამდენი ადმინისტრაციული პატიმარი მიიღოს, არც სტანდარტები არის შესაბამისი. ეს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც თავს იწონებდა იმითი, რომ საპატიმრო დაწესებულებებში მან გააუმჯობესა, ხო, ვითარება. ეხლა ჩვენ ვიღებთ კანონებს, ისინი იღებენ კანონებს, რომლითაც ეს ვითარება კიდევ უფრო გაუარესებული ხდება და არ ვიცი, მივიღებთ იმ მოცემულობას, როცა ერთ საკანში, არ ვიცი, ბევრი პატიმარი იყო, ვერ ბანაობდნენ, არასათანადო მოპყრობა იყო და ასე შემდეგ. არ ვიცი, ამაზე ვინმე თუ იფიქრა. რა თქმა უნდა, არავინ არ იფიქრა, ისევე როგორც შეწყალების დროს არავინ არ იფიქრა, რამხელა რისკის მატარებელია დაუფიქრებლად ანალიზის, კვლევის გარეშე ამდენი დამნაშავის გარეთ გამოშვება, კეციხის კარის გაღება, ისინი არ ფიქრობენ შედეგებზე. ისინი ფიქრობენ, აი, დღევანდელ დღეზე როგორ ჩაახშონ ეს პროტესტი და ეს პროტესტი ესე მარტივად არ ჩაიხშობა. ჩვენ ნახეთ ხო რა მოხდა 2 თებერვალს. 2 თებერვალს რა მოხდა? წინა დღეს, როდესაც კანონი შეცვალა ამ ხელისუფლებამ და თქვა, რომ აი ვინც გზას გადაკეტავს სისხლის სამართლის წესით დაისჯებით და ამისი მიზანი იყო ის, რომ იქ ხალხი არ მისულიყო, ჩვენ დავინახეთ, რომ ის ხალხი მივიდა და საკმაოდ ბევრი ხალხი მივიდა. ამიტომ არანაირი რეპრესიების ამ ხალხს არ ეშინია და მე ვფიქრობ, რომ დარწმუნებული ვარ, ისინი მიიღებენ აუცილებლად უკუ შედეგს. ისინი მიიღებენ უფრო მეტ გაბრაზებულ მოქალაქეს. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოსავალი არის ერთ რამეში, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად ყველა ადამიანმა იგრძნოს, გაითავისოს, რომ დღეს თუ ეს მას პირადად არ ეხება და მე მგონია, რომ ეს ყველაფერი ყველას გვეხება, მაგრამ მაინც არიან, ხო, ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ჯერ მას პირადად არ შეხებია. აუცილებლად შეეხება მას. აი, ამიტომ მინდა რომ, ამიტომ მკითხეთ, რომ ავხსნათ სამართლებრივად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ
მე თუ დღეს აქციაზე არ ვდგავარ იმ საპროტესტო აქციაზე, რომელიც 2 თვეაზე მეტია ქუჩაში მიმდინარეობს, ეს ცვლილებები თუ გამკაცრებული კანონები თუ რაც ქვია, რეალობაში შეზღუდვები ადამიანის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების მე არ შემეხება. მოდით ავუხსნათ ამ ადამიანებს რა არის რეალურად ეს კანონი, რაც ზღუდავს და როგორ ეხება ის თითოეულ მოქალაქეს. ამ ცვლილებების მიზანი დღეს რა თქმა უნდა არის ამ საპროტესტო ტალღის ჩაქრობა. თუმცა ეს საკანონმდებლო ცვლილებები ხვალ და ზეგ არსად არ წავა. თუ რომელიმე მოქალაქეს ხვალ საჯარო სამსახურში მაგალითად გაუჩნდება განსხვავებული აზრი, არ მოეწონება, არ ვიცი, მენეჯერის გადაწყვეტილებები, ვინც საჯარო სამსახურში მუშაობს და ეხლა გვისმენს აბსოლუტურად ყველა მათგანს ექნება შემთხვევა, როდესაც იგი არ ეთანხმება იმ პოლიტიკას, რაღაც ეტაპზე არ ეთანხმებოდა, რომელი პოლიტიკაც ან რა ტიპის გადაწყვეტილებებიც მიიღებოდა საჯარო სამსახურში. დღეს ეთანხმება, ხვალ თუ არ დაეთანხმება, ეს კანონი მასზეც გავრცელდება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კანონი არსად არ წავა და ისევე როგორც დღეს მის გვერდით მჯდომ საჯარო მოხელეს აი ესე ხელაღებით ათავისუფლებენ სამსახურიდან, არ ვიცი, ხელაღებით აუქმებენ სამსახურებს და ასე შემდეგ, ზუსტად ანალოგიური გადაწყვეტილებების მიღება ამავე კანონით ხვალ იქნება შესაძლებელი. არ ვიცი, აგვიკრძალა ფაქტობრივად, აი ახლა სულ ბოლოს დაინიცირებული ცვლილებებით, აიკრძალა ყველანაირი განსხვავებული აზრის გამოთქმა. წერია რომ შეურაცხყოფა არის დასჯადი. შეურაცხყოფას ეს სასამართლო ხვალ და ზეგრას ჩათვლის, აი მე რო ვთქვა მაგალითად დღეს რომ მიხეილ ყაველაშვილს არ აქვს დიპლომი და იგი არის არაკომპეტენტური, შეიძლება აი ამის გამო დამაკისრონ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თუ მიხეილ ყაველაშვილმა არაკომპეტენტურობა აღიქვა შეურაცხყოფად. აღიქვა როგორც შეურაცხყოფა. ანუ ნებისმიერი კრიტიკული აზრი ამ ხელისუფლებამ შეიძლება შეაფასოს და ამ ხელისუფლების სასამართლომ სამწუხაროდ ამ ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარმა სასამართლომ როგორც შეურაცხყოფა. ნებისმიერი კრიტიკული მოსაზრება, რაც არ უნდა კორექტულად იგი იყოს გამოთქმული. ბილდსიტყვაობა შეიძლება მეც არ მომწონს, მაგრამ ესეც გამოხატვის თავისუფლებაში ჩნდება, მაგრამ ეს ცვლილებები არ ეხება მხოლოდ ამას. ეს ეხება ნებისმიერ კრიტიკულ მოსაზრებას, რომელიც შეიძლება ან პირადად უთხრათ ვინმეს, ან Facebook-ზე დავპოსტოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ფაქტობრივად ისინი კრძალავენ საჯარო მოსამსახურეების კრიტიკას, რაც წარმოუდგენელი ამბავია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად მოსწონს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და აი ამისი თქმის უფლება მათ ხვალიდან უბრალოდ აღარ ექნებათ. ამიტომ არა მხოლოდ აღარ ექნება, თუ ხელი წაუწდებათ, ისინი მოხვდებიან საპატიმრო დაწესებულებებში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპატიმრო დაწესებულებები არ არიან მზად აი ამ რაოდენობის და აი ამ ვადით პატიმრობისათვის და იქ რა პირობებში მოუწევთ ამ ადამიანებს ყოფნა, ეგ კიდე ცალკე ამბავია და ნუ პატიმრობის ერთი დღეც კი პრობლემაა და მით უმეტეს ამდენი დღით პატიმრობაში ყოფნა. არ ვიცი, აგვიკრძალეს გზის გადაკვეთვა, აგვიკრძალეს ქუჩაში პროტესტისთვის დამახასიათებელი ყველანაირი ნივთის გამოყენება, ანუ ყველა უფლება ჩვენ როგორც მოქალაქეებს ჩამოგვერთვა, მაგრამ ყველა უფლებით, ყველა მავნებლური თვისებით აღჭურვეს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უნდა იცავდნენ სამართალს, მაგრამ ძალიან შორს დგას დღეს დღევანდელი ჩვენი სამართალი. დიახ, ამაზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად და მოვასწროთ. კი ბატონო, აუცილებლად გკითხავთ ამაზეც გულისხმობ ბოლო 2 დღის განმავლობაში წინა პერიოდს ნოემბრის სისხლიან დარბევებს რომ თავი დავანებოთ, ბოლო 2 დღის წინ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, სადაც თუ კი წინა ჯერზე ჩვენ საუბრობდით, რომ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ ნიღბიანებს და მათი ამოცნობა იყო რთული და ვერ იგებდა კოკაკაცტაძის უწყება, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სახის ძვლები დაუმსხვრია ათობით მოქალაქეს. დღეს ჩვენ ვნახეთ მარტივად გარჩევადი ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, რომლებიც ბანდფორმირებებით იქცეოდნენ, მათ შორის კამერების წინ. სათავეში ამ ყველაფერს ედგა გედედეს შეფი
ზვიად ხარაზიშვილი და კიდევ სხვა მაღალი თანამდებობის პირები. აქ არა ბიჭო, როდესაც ცემდნენ როგორ მიგვარეს, მათ ერთის მხრივ ოცნება საუბრობს სჯის მოქალაქეს, რომელიც მონას ეძახის დეპუტატს და ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, მისი აღქმა ასეთი და მეორეს მხრივ ეს ადამიანები სრულიად დაუსჯელობის სინდრომით უფრო და უფრო რთულ ეტაპზე გადადიან ადამიანების ცემის. რა ქვია ამას? ეს არის თუ არა ავტორიტარიზმის ნათელი გამოვლინება? ეს არის რა თქმა უნდა ავტორიტარიზმი. ეს ნიშნავს მკაფიოდ გაცხადებას იმისას, რომ კანონი ჩვენ არ გვაინტერესებს, ანუ ის რაც წერია პოლიციის შესახებ კანონში, ის რაც წერია კონსტიტუციაში, ანუ ხო ამბობენ, რომ აი ჩვენ რაღაც საერთაშორისო რეგულაციები არ გვაინტერესებს. არც ის აინტერესებთ უკვე რა წერია მათივე მიღებულ კანონებში, ჩვენს ქართულ კანონებში. და არსად არ წერია, რომ ეს შესაძლებელია, ხო? არა თუ აი სამართალდამცავების მხრიდან აი გადაცდომები ძალიან მსუბუქი ნათქვამია, ხო, გადაცდომები კი არა, ჩვენ ვხედავთ სისხლის სამართლის დანაშაულებს ჩადენილს აშკარად და ეხლანდელი მოვლენები რითი განსხვავდება წინა მოვლენებისაგან. ზოგადად ყველა საპროტესტო აქციების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საპროტესტო აქციები ცოტა ისეთი მასობრივია, ყოველთვის არის ხოლმე დარღვევები, გადაცდომები, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებით, შეიძლება დანაშაულებიც, როგორც აქციის მონაწილეების მხრიდან შეიძლება ჰქონდეს ამას ზოგადად ადგილი, ასევე პოლიციელების მხრიდან შეიძლება ჰქონდეს ამას ადგილი. თუმცა და ესეთი შემთხვევები ჩვენ გვახსოვს ხო საპროტესტო აქციებზე, მაგრამ ამ საპროტესტო აქციებზე რაც ხდება, ეს არის გაუგონარი ამბავი. დღისით, მზისით, ღამით, კამერების თვალწინ, ამდენი ადამიანის თვალწინ, ანუ არანაირი მორიდება აღარ არის, პირიქით, დემონსტრაციულად, ძალის დემონსტრირება ხდება სხვების დასანახად, ზუსტად იმიტომ იმის საჩვენებლად, რომ იცით რა, ჩვენ არაფრის არ გვეშინია, ჩვენ კანონი არ გვაინტერესებს და ყველა დაისჯებით ზუსტად ისე, ცემით, ძალადობით, როგორც აი ეს პროტესტის მონაწილეები, რომელიც და რა იქნებოდა სამართლებრივ სახელმწიფოში, როდესაც რომ გამჟღავნებულიყო კადრები, რომელსაც ახლაც ადევნებდა მაყურებელი თვალს. იდენტიფიცირებული მაღალი თანამდებობის პირები როგორ უსწორდებიან ფიზიკურად მოქალაქეებს. რა მოხდებოდა სამართლებრივ სახელმწიფოში? პირველი, მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა დროს წარმოგვიდგენს ხოლმე კადრებს, როგორ იშლება საპროტესტო აქციები სხვადასხვა ევროპის ქვეყნებში, ამერიკაში და გვიჩვენებს ხოლმე პოლიცია როგორ იყენებს ძალას და რიგ შემთხვევაში გვიჩვენებს, რომ ეს იყო არაპროპორციული ძალა. ნუ პირველი, რა თქმა უნდა, სამართალდამცავმა ორგანომა არაპროპორციული ძალა არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ თუ ამისი პრეცედენტი დემოკრატიულ ქვეყანაში მოხდება, ამაზე პასუხს სცემს ეს ქვეყნები, იმიტომ რომ იქ არსებობს დამოუკიდებელი ობიექტური დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი ორგანოები. და ასეთი პოლიციის თანამშრომლებს, არ ვიცი, გედედეს თანამშრომლებს, ნებისმიერ პირს, ვინც თავისუფლებამოსილებას გადააჭარბებს და გადავა დანაშაულის ჩადენაში, სცემს პასუხს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით და ეს ადამიანები აუცილებლად უნდა წარედგინონ სასამართლოს. ნუ ჩვენ გუშინ წინ ვნახეთ კადრი, ხო, სადაც ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია, ძალადობს და ასე შემდეგ. თუმცა ამ ადამიანის პასუხისმგებლობა მანამდეც გამოკვეთილი იყო. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ გედედეს თანამშრომლების ეს სისტემატური ძალადობა, გადაბმული, პერმანენტული ამდენი დღე შეიძლება ხორციელდებოდეს მენეჯერის მითითებების გარეშე, ან თუ მითითებების გარეშე ხორციელდება რაღაცა და მე მენეჯერი ვარ და ეს ტელევიზორში ვნახე, არ აღვკვეთავ მეორე დღეს ასეთ ქმედებებს, ამიტომ ამ პირის პასუხისმგებლობა ამ აშკარა კადრების გარეშეც გამოკვეთილი იყო. ალბათ გამოკვეთილია ვახტანგ გომელაურის პასუხისმგებლობაც, რომლის დაქვემდებარებაშიც არის ზვიად ხარაზიშვილი, რომელსაც რეაგირება არ მოუხდენია არც ერთ გადაცდომაზე, მათ შორის სადაც პირადად ის უსწორდება ფიზიკურად ამ ადამიანებს. ხო, ძალიან ჩვენ რაღაცატო მივეჩვიეთ იმას, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა, ის რაც ხდება თბილისის ქუჩებში, მაგრამ და ბათუმში ასევე განსაკუთრებით, მაგრამ თავარი აღმკვეთი ამ ყველაფრის იცით დღეს ვინ არის? პროკურატურა, რომელიც დუმს და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც არაფერს არ აკეთებს. ის რომ პოლიცია თვითონვე არ მოახდენს რეაგირებას მისივე გადაცდომებზე, ზუსტად ამიტომ არის ეს სამსახურები ცალკე, რომ ითვლება, რომ ცალკე დამოუკიდებელმა ორგანოებმა უნდა აღკვეთონ
ქმედებები, რომლებსაც ადგილი აქვს სამართალდამცავების თანამშრომლების მხრიდან. ამიტომ პირველ რიგში პროკურატურა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავისი უმოქმედობით არიან აი ამ ყველაფრის მონაწილე, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. მადლობა, ქალბატონ ლონდა, თქვენი დროისთვის. უსმენთ ლონდა თოლორაიას, ჩვენ ახლა